იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. შილაკები გაიკეთე? ხმა გუშინ, კაია ხო? ძალიან მაგარია. ვიცი შენ ეს ფერი მოგწოს და მაგიტო გავიკეთე. ძალიან მაგარია. მეორეც იგივეა? ხო, კაი, ხმა, იდიოტი ხარ. რაღაც მინდა გითხრა. რა? რავი, რაღაცა. ერთი წუთით. რა თქვი? რაღაცა მინდა გითხრა, უბრალოდ რომ მინდა რომ იცოდე უბრალოდ რა. მე რო ვიცი. თათი ხო რო? აუ, გასო გთხო ვიცი. აი რაღაცნაირად რა ვიცი. ვასო ერთი წუთით გთხო. მივხვდი. საყვარელი ყავს, ხო? საყვარელი. აუ შედეგენერატო. რატო თავიდანვე არ მითხარი და საქმის კურსში არ ჩამაყენე, ხა? რა გინდა, რა დაგაკელი მითხარი? რატო გააკეთე ეს? საყვარელი მყავს და შენ ხარ მეთქი. შენ ხარ ჩემი საყვარელი, რა გჭირს გოგო? შენ ხარ ჩემი საყვარელი. აი მე, კაი. აი გეხვეწები, რა გჭირს მართლა და მართლა. იდიოტი, როგორ შემაშინა, იცი? დაჯექი? მართლობა მარტო? შენ ხარ მარტო? მიყვარ ხარ? რა არის მითხარი? კითხვა მაქვს. ხო? როდის უნდა უთხრა შენს რეგვენ ქმარს რომ ჩვენ ვართ ერთად, ერთმანეთი გვიყვარს და უნდა იყოს ჩემთან. ან შენ გადმოდი ჩემთან, ან მე გადმოვალ ჩემთან. უთხარი რა. გაი მეორე თავიდან რა თქვი? ანუ შენ რეგვენ ქმარს უთხარი რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ან მე გადმოვალ შენთან, ან შენ გადმოდი ჩემთან. ვაიმე, როგორ მიყვარ ხარ? ჩემო სიყვარულო. აი ამას ველოდებოდი რომ შენ გეთქვა პირველი, რომ აი როდის გადმოხარ ჩემთან, ან როდის გადმოვალ ხო და გითხარი. ძალიან მიყვარ ხარ. აუ აუცილებლად ნახე, ეხლა რომ მოვა სამსახურშია წასული, როგორც კი მოვა, ეგრევე მეტყვი, მოვაგვარებ ყველაფერს და გადმოდი ჩემთან, ან მე გადმოვალ შენთან. კაი მე გადმოვალ. მოვიდა? მოვიდა ბაჟი ბატონი. მოდი მაშინ. მე ჩემ ადგილას. არა არ შეხვიდე, აქ იყავი, აქვე ვეტყვი შენთან ერთად და არა, სცენები არ მინდა გეხვეწები ხა იქ რატო და რა შენ უთხარი? კაი, როგორც გიჩვენია. მე შევეკვირი იქ მე ყველაფერი მოწყობილმა ტელეფონის დამტეინას. არი ნერვიულო, 10 წუთში დავალაგებ. ხო, რა არის, მოვდივარ. ჩამოიღე კარი. რა ხდება თქი? რა? რატო არ მიგებდი გარებს? რა უნდა ხდებოდეს? ანუ როგორც კი დააკაკუნე, მოვედი, რა არის? საუსაშილად დავიღალე. ხო, მე რა დაიღალე, მე უნდა მომახვიო შენი პრობლემები? დავიღალე, მეც ვიღლები, მაგრამ ასე არ გეუბნები მაგ ტონით. თათი რა ტონია, რა ხდება? რა? რა ტონია? ანუ ტონიც უნდა შევარჩიო შენთან? ანუ შერჩევით გვაქვს ესე? ეს არის ცოლქმრობა? გოგო, ამდენი წელია ცოლქმარი ვართ, რავი ტონი რო შეურჩიოთ ერთმანეთს არ შეგიძლია. ანუ ვეღარ მიგებ და ჩემი ატანა აღარ შეგიძლია, ხო? ძალიან ცუდი. დავიღალე. რატო? რა ხდება? თათია, რა ხდება? ამდენი ხანია იდეალური ურთიერთობა გვაქვს და ეხლა რა მოხდა? რაღაცა ვერ ხარ შენ, არა და რაღაც ის თქმა მინდოდა. არა, უბრალოდ სული მტკივა. რატო? რა ვუძლებ ახლა? რა ხდება? ხომ რას ვერ უძლებ? თათი, რა ხდება? ხო, არაფერი. მორჩავს, всё. რა ხდება? მითხარი, რა ხდება? საქმე მაქვს შენთან რა. მეც მინდა რომ რაღაცა გითხრა. რაღაცა მინდოდა რომ მე. შენს, კაი, დაიწყე შენ. დაჯექი, მოდი. ხო, მე გადავწყვეტ, მაგას დავჯდები თუ არა, კაი? ამდენი წელია ცოლქმარი ვართ. მე და შენ ერთად სადმე ყოფილ ვართ წასულები. არა. ხო და მაგის ტვინი შენ. ხო და 3 კვირა ავიღე შვებულება. მივდივართ ევროტურში. სამოგზაუროთ. რა? ეს იცი რა არის? რა არის? iPhone 17 Pro Max. კაი რა. მინდოდა რა შენთვის რაღაცა საჩუქარი. იკამიკეთე? ხო, აი ესე. მინდოდა. კაი რა. ხო, რა იცი ხარ, რა გჭირდა, ვერ მივხვდი რა. ბიჭო, მეწყინა უბრალოდ. რაღაც გაღიზია რამე მოხდა რაღაცა და არა, უბრალოდ მეწყინა, მე ხო მიხარ.
ხო, არა, უბრალოდ ის. არა, ჩემია. შენია, შენი. რატომ იყიდეს, რომ ფოტოები გადა? ფოტოები რო გადავიღოთ, ხო მივდივართ. მოდი ერთი. აი, ეს არ ჯობია. აი, შენ თავის რატო არ ყიდულობ? აი, მე ყველაფერი მინდა შენ. ხომ, მე გიყვარო. რა გინდოდა რაღაცა მინდა რომ მეთქო. როდის? წეხა რაღაცა რო გინდოდა რომ გეთქო. არ მახსოვს. არ ვიცი, არ მახსოვს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თუ გამახსენდება კაი, მე შევალ აუ, ძალიან საყვარელი. მოწესრიგდები. მიდი ახლა მოწესრიგდი, გადაივლი და საუზმელ და გაგიგე. კაი, იხავი გამოვალ. გაგაცილებ. არა, იხავი არ არის აუცილებელი. რა კარგია, ძალიან მიყვარს. რა ხდება, გოგო, ვერ გავიგე. აქ ძველი პალტოსავით რომ დამაყუდი, აქ ვერ გავიგე რა არის. რა უნდა ხდებოდეს? რა უნდა ხდებოდეს? რა ჭუკჭუკობდით, აქ ვერ გავიგე. ხო, ვის არა, აი, ხო იცი რომ შორდები რა, ეხლა რა გჭირ შენ? რას ქვია შორდება, რატო არ უთხარი მაგას შორდები? შორდებიო, რატო არ უთხარი? მესმოდა, მე ყველაფერი შენ აგონი აქ არის მე? ბიჭო, რა არის, იცი შორდებით, რომ ჭირდებათ. ეხლა შენ რაღაცები გეჩვენება. რა მეჩვენება? კაი, გეჩვენება. რა მეჩვენება, თათია, გითხარი, შევთანხმდით, რომ ეთყოდი, რომ გადმოდიოდი ჩემთან საცხოვრებლად, და მე გადმოდიოდი შენთან. ეხლა რა? თათია, ეხლა იცოდე წავალ. კარო, მასე გეხვეწები ერთი წუთი. ავდგები ეხლა და წავალ. მასე ერთი წუთით ნახე რა ხდება ბუსი. ცოტა დრო მჭირდება რა, თან რა საყვარელია, იცი რა მომიტანა? iPhone 17 და საგზური და ეხლა iPhone 17-ის გამო გეხვეწები ოჯახს, ნუ დამანგრევინებ. ხო იცი რომ შენ თათი, გეხვეწები პირსახოცი. შედი, მიდი, შედი. ხო, ეხლავე ბუსი მოიცა. მე რომ მოგიტანეთ 11. ის 11-ია და ეს მაშინ ახალი იყო ეს. კაი რა, ერთი რა, მიდი. ჩუმათი ხარ ხმა არა მოიყო. ხო. რა ხდება, ვის ელაპარაკებოდი? აუ, გუჯამ ისევ გაჭედა და აგინებს ლელას როგორ იცი? გუგლი ის ჩამოშა, წეგა თავში რაღაცა მინდოდა მეთქო, ხო, მითხარი. ხო და რითი თქვა გინდოდა? რაღაცა წეგა ვერ მოვიშვენე რა, იმიტომ რაღაცა ანერვიულებული ჩამდი და რაღაცა მინდა რომ გითხრაო და რა ხდება, მითხარი რა, არ მოგერიდო. ის რო წახვედი დამოვიწყდა თქმა. მიყვარხარ? მეც მიყვარხარ, მაგრამ მაგის და მენატრები. აი, მიდი და ყოვა. რა? არაფერი, ლელა არაზევით რა, ხო იცი? კაი, სამზარეულოში შევალ, უცებ რაღაცას მოვამზადებ. კაი და მოდი. კაი, მიდი. ხო, მინდა შერაბე მოგიმზადო. არ მინდა გაცილებ. არაფერი, ყავა მინდა უშაქ. აი, ოკეი. მენატრები უკვე. მეც. მე არ გენატრები, ხო? კაი რა ვარ. არა, მე არ გენატრები, ის გენატრება. კაი, ვასო ეხა. აქ ხება ორი ფერის ნაბიჯზე. არ გენატრები და ის გენატრება, იქით ოთახში. ბიჭო, შენც მენატრები, მაგრამ ნახე, iPhone 17. iPhone 17, საფრანგეთი, მილანი, ხო ხვდები, ვერ დავანგრევ ოჯახს. არ მაინტერესებს უთხარი. რა უთხრა? უთხარი ხო, რომ ვეტყვი. უთხარი რომ ვასო მიყვარს და შენ კარგად იყავი. ხო, ვეტყვი, უბრალოდ ცოტა ხანი დრო მჭირდება გეხვეწები რა. დრო მჭირდება. თათი, ხო. ყავა ვერ ვიპოვე რა, გეხვეწებ შეგიძლია? ფეხებს უერი პოვა კიდე. თათი, აუ გეხვეწები რა. აუ, პუსკი რაღაც მინდა რომ გთხოვო რა. რა ხდება? აუ რა არის იცი? აი ძალიან მერიდება, ვიცი რომ ამდენი ხარჯები გაქვს, მაგრამ ეს კარადა მინდა რომ გამოვცვალოთ რა და ეს ერთი სურვილიც რომ შემისრულო. კი, რა პრობლემაა, მაგრამ რა ჭირს ამ კარადას ხო? არაფერი. რა ჭირს? მეტი რა. არა, ლალიდეი და თურამია დაგვიძახეთ და ამოვალთ, ურტყავს ისევის. ხო, იცი რა არის ეს კარადა ძალიან დაძველდა რა, ძალიან დიდი ხნის არის, აი დაბერდა, მოირყა და თავის გასაკეთებას ვეღარ აკეთებს და რომ მოვისროლოთ შეიძლება. ვაუ, გოგო, ეგ კარადა არის ბაბუაჩემის, ბაბუის დროინდელი კარადაა, თან აღდი კაკალია რა და რავი არა, მაგის ვეღარ ხა. აკეთებს თავის საქმეს, ხო ხვდები? რავი, რა ჭირს ახლა ამ კარადასა, ჩვენიერი კარადა არის. ხო, მაგრამ რაღაც აი ნახე ყანყალებს, რაღაც ისე ვერ არის და. ერთი წამი რა. ის იმან გაჭირდა კიდე თემურამ თუ რა ხმები არის. ხო, ხო არ მიაქციო ყურადღება. კაი, მოკლედ. გოგო, მომისმინე ერთი წამი ხა ამ კარადას ვერაფერს ვერ უზავ. ეხა ხო მივდივართ სამოგზაუროდ, გველოდებიან, შენ მიდი უცებ გამოიცვალე, გავიდეთ, ამ კარადას ჩავკეტავ. კაი, ჩაკეტე მაშინ. ჩაკეტე. ერთი წამი. всё. ჩაიკეტა? ჩაკეტილია კარადა. ჩვენ წავიდეთ რო ჩამოვალთ. მოგზაურობთ, წავიღებ სოფელში. კარგი, მაშინ მე ხა გამოვიცვლი, ტანსაცმელები შენ ჩაალაგე და წავიდეთ. რამდენი ხით მივდივართ? 3 კვირა. ვაუ, რა კაია, მიყვარხარ მიდი, ჩემი გაემზადე. ტელეფონი. ეხლავე.
აი, ასეთი მაგარი მოგზაურობა არ მქონია არასოდეს და თან რა მაგარ ფოტოებს იღებს ეს iPhone 17-ის. სახლი მაინც სხვა რა. ძალიან გაასწორა, მართლა მაგარი ტური იყო. ხო დაგპირდა. სახლი მომენატრა. მე რასაც გპირდები, იმას ყოველთვის ვასრულებ. რა. ეს რა არის? შენ ვიხარ, კაცო, რა ხდება ეს? ვაიმე. ერთი წამ ვინ ახარ შენ? წყალი დამალე. ჩილი ვარ. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია ინტელექტუალური გადაცემა. ვის უნდა 15000? მინდა აღნიშნო, რომ ეს გადაცემა იწერება დღეს და ეთერში გავა დღეისწორს. ესაა თამაში, სადაც არ გჭირდებათ ინტელექტი. აქ მთავარია თქვენი წარმომავლობა. თამაში აგებულია მხოლოდ იმერულ კითხვებზე. მაშასე, ჩვენი სტუმარია ლიხს აქეთ წარმომადგენელი ქალბატონი თათია სულუაშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა. ქალბატონი თათია არის მინდა გითხრათ ბაკის წარმომადგენელი. მზად ვართ თამაშისთვის? მზად ვარ. დაბრძანდით. ოღონდ ფრთხილად დაბრძანდით, სკამა არ დაკოჩოს. მოდი გედვიდეთ თითოან თამაშზე. დავიწყოთ? დავიწყოთ. არა, დავიწყოთ. კარგი, დავიწყოთ. დავიწყოთ. კი ბატონო. დავიწყოთ და ვნახავ ერთი რაფერი ინტელექტუალი ბრძანდებით. კარგით. სანამ თვითონ თამაშს დავიწყებთ, მითხარი, ქალბატონო თათია, რაფერ გამეიყენებთ ნეშოს? რას გამოვიყენებ? თვითონ ნეშოს რაში გამეიყენებთ? და ანუ ნეშო რა არის? ეს რომ უფრო კარგად განმიმარტოთ. ანუ კარგი, გავამარტივებ, ფულს რომ მეიგებ 15000, ვთქვათ, რაში დახარჯავთ? 15000 რომ მოვიგებ. ხო, ნუ 15000, ასე ქვია ამ გადაცემას. ისიც ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რაში დავხარჯავ. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ თამაში, მაგრამ სანამ თამაშს დავიწყებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ 3 დახმარება. მაგრამ ხომ გაგიგიათ დაკლებას მორჩენა ჯობიაო, ამიტომ ზეიდან მე თვითონ დავამატე კიდე 2 დახმარება და ეს დახმარებებია. პირველი, ზარი ნებისმიერ ზესტაფონელთან. მეორე, მამი და ჩემის დახმარება. მესამე, ჩემი დახმარება და მეოთხე, 50-50-ზე, არც ჩემი, არც შენი, 40-60-ზე. ცოტა გაუგებარია, მაგრამ დავიწყოთ. ესე იგი მზად ხართ. მაშასე, ჩვენ ვიწყებთ თამაშს, ვის უნდა 15000? და პირველი შეკითხვა. 50 ლარი. კი ბატონო. რას ნიშნავს სიტყვა დაფოთიალობს? ა. ფოთლების ცვივა. ბ. ფოთლები არ ცვივა. გ. რაღაცას ეძებს. და დ. ფოთლებს ეძებს. დავიწყოთ ფიქრი. თითქოს მარტივი კითხვა, მაგრამ ამ დროს არც ისე მარტივი. ნუ 100 და ბუს გამოვრიცხავ. ბუს? ბუს. ბუს, გასაგებია? არა, 100 და ბუს გამოვრიცხავ. ხო, ბუს. კარგი. ფიქრობ გუს რაღაცას ეძებს, მაგრამ რაღაცას თუ ეძებს, მაშინ რატო დ არა? ანუ ფოთლებს რატომ არ ეძებს? ხო. თან იცი თვითონ სიტყვაშია ფუძე ფოთ. ფოთ. მოდი იყოს დ. ფოთლებს ეძებს. დ. ფოთლებს ეძებს. ეს არასწორი პასუხია, თათია. რას ამბობ? სუფთა იმერული გრამატიკით დაფოთიალობს ნიშნავს რაღაცას ეძებს. მაგრამ რახანაც ახლოს იყავით სწორ პასუხთან,
თან ლოგიკურად შეიძლება ეგ უფრო იყოს სწორი, ამიტომ ჩავუთვალოთ და 50 ლარი თქვენია. ნადლობა. ვაგრძელებთ თამაშს. კი, აუცილებლად გავაგრძელოთ. კი ბატონო. მაშასე, შემდეგი კითხვის დრო მოვიდა. უკაცრავად, შემდეგი კითხვის დრო მევიდა. ასე უფრო უკეთესია და ვაგრძელებთ თამაშს. შემდეგი შეკითხვა 100 ლარი. რას ნიშნავს სიტყვა გენძერი? ა. გეინძერი. ბ. გეიძერა. გ. გენდერს. დ. გრძელ მოუვლელ თმას. იცით, გეიძერა პირდაპირ გამოირიცხა. გეიძერა, რატომ? დიახ, გამოირიცხა, იმიტომ რომ ძერები ძირითადად ტრადიციული ორიენტაციის ფრინველები არიან. გეინძერი არ იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია. გენდერი ზუსტად ვიცი, რასაც ნიშნავს, ამიტომ ჩემი პასუხია დ. დ. გრძელ მოუვლელ თმას. ასე ვიტყოდი. დავაფიქსიროთ სწორი პასუხი. და ეს პასუხი სწორია. დილოს. მადლობა. ესე იგი თქვენ ლოგიკურად მიხვედით დუმდე და თქვენ გაქვთ 100 ლარი. ძალიან მომწონს თქვენი ლოგიკური აზროვნება. ვაგრძელებთ ხო თამაშს? დიახ, ვაგრძელებთ. ძალიანაც კაი. შემდეგი შეკითხვა 200 ლარი. რას ნიშნავს სიტყვა ცინცხალი? ა. ახალი. ბ. ცოცხალი. გ. ციდან ჩამოვარდნილ ხალს. დ. მეჭეჭს. მოდი გამორიცხვის მეთოდით მივყვეთ. ცინცხალი ხლა არ მგონია რომ რაღაც ახალს ნიშნავდეს, ამიტომ ა გამორიცხე. რაც შეეხება ბ-ს, ცოცხალი კიდე შეიძლება ითქვას, მაგრამ ცინცხალი და ცოცხალი არ მგონია რომ ერთი იყოს. აქ უბრალოდ რაღაც ასოების თამაშია. აბა გ. რაც შეეხება გ-ს, ეგრევე გამოვრიცხე, ციდან ჩამოვარდნილ ხალხს, ნუ ნამდვილად არ არის ეს პასუხი სწორი. д-ს მეჭეჭი, მე ესე მგონია სწორი პასუხი. ანუ д, მეჭეჭი. დ, მეჭეჭი. რატომ გონიათ მეჭეჭი? კი ბატონო, ნახეთ, დაუკვირდით სიტყვას თვითონ ცინცხალი. აი თვითონ სიტყვა გვეუბნება, ანუ ხალიო, ანუ მეჭეჭი ხო იგივე ხალია და ამიტომ, რა ვიცი, ჩემი პასუხი არის д, მეჭეჭი. სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი. ბატონო? არ არის ეს სწორი პასუხი, მაგრამ ისე მომეწონა თქვენი, ასე ვთქვათ, აზროვნებայի, რომ მე თქვენ ჩაგითვლით ამ პასუხს. კიდე? ილოცავთ. ვაი, მადლობა. შემდეგი შეკითხვა 400 ლარი. რას ნიშნავს სიტყვა წობა? ა. წვება. ბ. იწვება. გ. აწვება. დ. კობა. სიმართლე გითხრათ, წობა არც გამიგია, ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა. ვფიქრობ, რომ საერთოდ არც ერთი პასუხი არ არის აქ სწორი. აი ხო არიან ადამიანები, რომლებსაც წდა შეეშლებათ. შობა, წობა. არ ვიცი, ცოტა ფიქრი დამჭირდება. ამ შემთხვევაში 4-დან 1 პასუხი არის სწორი. ეს მიიღეთ როგორც ჩემი მინიშნება. მადლობა, აი არ წობა, ანუ არ წვება, შეიძლება რომ ასე ითქვას? კაი, ერთ მინიშნებას მოგცემთ. ანუ ქორწილამდე არ წობა. არ წობა? ქორწინებამდე არ ყობა? ნუ ქორწილამდე არ წვება არ იქნება, იმიტომ რომ ქორწინებამდე მე ვიწექი ქმართან. ხო და აი აქ ცოტა უკვე გაურკვევლად ვარ. კარგი, კიდევ ერთი მინიშნება. მე შენნაირი გათახსირებული არ არის ყველა. ეგეც მართალია. ანუ კარგი, თქვენ ხო დამეხმარეთ, სწორი პასუხია წვება. მართალია და შენ მეიგე 400 ლარი. მადლობა. შემდეგი კითხვა. გარანტირებული 1000 ლარი. რას ნიშნავს სიტყვა სობელი? ა. შობელი. ბ. სოფლელი. დ. თხრობელი და დ.
სველი. სობელი. სობელი. არც ეს სიტყვა არ გამიგია სამწუხაროდ და ვფიქრობ შეიძლება იყოს ეს მშობელი, სობელი, მშობელი. არ ვიცი. ხვალ მოიყვან სობელს, რაღაც ის ეჟღერს, ხო? ნინო ხვალ მოიყვან სობელს. რაღაც ეს გონი არ ჯდება. რაღაც არ ჟღერს ისე, ხო? რაღაცა აბა სხვა წინადადებებშიც ჩასვით. მაგდა შესობლელო, არა რაღაცა არც ეს არ არის. მთხრობელი? რა კარგი სობელია. რა კარგი სობელი, არა არც ეს არ მომწონს, თითქოს არა. თითქოს ვერ. ახლოს მაინც თუ ვარ. სწორად მიდიხარ. სწორად მივდივარ. ხო, აი არ ვიცი, მთხრობელი, ანუ არ ვიცი, ვერ ვხვდები. ნუ ესენი თუ გამოირიცხა და ფიქრობთ რომ ეს არ არის, მაშინ დარჩა ერთი. ალბათ სველი. ეს სწორი პასუხია. მოლოდეც. რა ვარი კარგად გაარქვი თავი. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ისე ვინერვიულე რომ სულ სობელი ვარ. კარგი, სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე, უნდა გკითხო. ანდაზებთან რა ვართ? სად ვართ? თვითონ ანდაზებთან რა ვართ? ვინ რა ვართ? კაი, გედვიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ახლა ჩვენ უნდა დავასრულოთ ანდაზა. ანდაზა ჟღერს ასე. აფრინე ალალიო, რაც არ არის, დაასრულეთ ანდაზა. ეს ანდაზა მე მგონი ყველა მიცის, აფრინე ალალიო, რაც არ არის, არ არისო. იცი რა, მე დახმარებას შემოგთავაზებდით. გოდოურეკე ვინმე ზესტაფონებს. ხო, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ მჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ეს ანდაზა ზუსტად ასეა. კაი, მაშინ მე გირჩევ, რომ კითხვა შეცვალო. კითხვა შევცვალო? არა. თორემ დაკარგა 1000 ლარს და მე ამ თანხის მობოჭვა ძალიან გაგიჭირდება. კარგით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, მაგრამ მოდი გამოვცვალოთ კითხვა. კი ბატონო, გამოვცვალოთ კითხვა. მაგრამ თუ შეიძლება სწორი პასუხი მაინტერესებს. კარგით, სწორი პასუხი ჟღერდა ასე. აფრინე ალალიო, რაც არ არის, არალიო. აი ეს იყო სწორი პასუხი და კარგი ქენით რომ შეცვალეთ კითხვა. მოდი მე ვისმინოთ ახლა გამოცვლილი შეკითხვა. რას ნიშნავს სიტყვა დადობილი? დის, ანუ დობილის სხვანაირი ვერსია. დანადების სინონიმი. დევს და ბილობილი. დადობილი საკმაოდ რთული შეკითხვა. იცით, დანადების სინონიმი და დევს ეგრევე გამოვრიცხე. ნუ მარტივია, ახლა ეგ არ იქნება. რაც შეეხება პირველ და ბოლო ვერსიებიდანაც უნდა ავირჩიო, ხო? კი ბატონო. დობილი, ანუ და. დუზე რას ფიქრობთ? დუზე? ბილობილი? არა. მაგრამ რატო არა? იცით, მე ვფიქრობ, რომ კი, მართალია თქვენ სწორი მინიშნება მომეცით, ბილობილია სწორი პასუხი. სვავდი მაგ წამას და უეჭველი მახსოვს. კი, ნამდვილად. კი, ნამდვილად. არა, თქვენ შეცდით და სწორი პასუხია დევს. არა უშავს, გული არ გაიტეხოთ. რა სამბო. სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი თამაში დასრულდა. ძალიანაც არ მინდა, მაგრამ უნდა დაგემშვიდობო. რა გაიწყო? კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. სამწუხაროდ ვერ მეიგო 10 ამეს თანხა, მაგრამ არა უშავს, ცხოვრება კიდევ გრძელდება. თქვენ კი მეიწერეთ სიტყვა მინა მონაწილეობა და გახდით ვის უნდა 15000-ის მონაწილე. მე გემშვიდობებით. კაცი. აბადაო, რაკელი გამოიძახეს ამ ტექნიკი? აბა ის მილით ყვილად ხო არ გაბაფუჭე?
ერთი სული მაგროდის მოვა რანაირი იქნება შენ ჩემი თქვი გაჩერდი ირინა ოღონდ მომისმინე ხა დაო შენ ყურადღებით მომისმინე პირველი მე მიმიშვი კაი შენ რატო მე არა დაო შენ არ იცი კაცებთან ურთიერთობა აფრთხო ირინა ვიცი არ იცი ირმა არა გათხოვება მე ვიცი რომ გინდა მაგრამ შენ არ იცი მე ვიცი როგორ უნდა შემოვიტყუო ოჯახში მამაკაცი კაი მაცდი კარგი იცი რა არის იმედია მიხვდება რომ მარტო მილი შესაკეთებლად არ გამოვიძახეთ აი ირმა თუ ვერ მიხვდება მივახვედრებთ ოღონდ ძალიან არა კარგი აი მე ბაღებ ცოტა ხანი გავჩერდები ერთით გამოდი თხილად გამარჯობა. გამარჯობა. სანტექნიკი თქვენ გამოიძახეთ, ხო? სანტექნიკი? დიახ. ნუ თავიდან მოდი იყოს სანტექნიკი. არა, თავიდან რას ქვია ხარ? სანტექნიკი ხო ნამდვილად თქვენ გამოიძახეთ? ხო, მაგას გეუბნები იყოს თავიდან სანტექნიკი და მე რა ვიცი, რაღაცა სადამდეც გავშლით ფანტაზიებს იქამდე მე რაც გინდა ის იყავი. თავიდან სანტექნიკი კი მობძანდი. ხო, შემეშალა უკაცრავად. რა ხდება ვერ გავიგე. მობძანდი. გამოდი. გამარჯობა. ნუ დააფრთხე. არ დააფრთხო. გამარჯობა. თქვენ სანტექნიკი ხართ ალბათ არა? შესაკეთებელი ობიექტი სად არის? აი იქ მე ვარ. ირინ რა ხდება ვერ გავიგე უკაცრავად. არა, უბრალოდ კეთილი იყო. ხო ნამდვილად სანტექნიკი. კი, აი აქ დიახ მობძანდი. მე მივაცილებ. აი აქ დაფუჭდა, ნუ მიაცილებ, მე აქ ვარ უკვე. აი დასაფენი რომ მომიტანოთ რაღაც რა. კი. მე. შეგიძლიათ რომ გოდიშ ხალბატონო. რა ხდება? თუდად ახა? წნება არა, რა? დასაფენიო და უბრალოდ ადექი რა, ადექი. ბოდი. იცით მილი არის გახეთქილი და ჟონა. ნახავ ხალბატონო ერთი წამით. აი აქ. კი. ეს არის ხო? კი. კი. ვაიმე, მარტო წვებით აქ. ერთი წამით. რთულად არის საქმე? ნუ ხარ თულად არ არის, აგ ჩავხრახნი უცბად და ვაიმე, გასაკეთებს გაგმოტრიალდა. ერთი წუთით გამოდი და აი ხა ჩავხრახნი ამას და უკაცრავად. დიახ. შეგიძლიათ რომ კითხე რაც გინდა. შეგიძლიათ რომ მე ჩამხრახნოთ თვითონ გულში და ეს სიტყვა სიყვარული რო ჩახრახნით ჩაიმაროს. გამოდი აქეთ რა პირდაპირი ხარ დაო? ირინა დამცხა. ვაიმე. ირინა დამცხა. მოიწესა, სანამ დაიწყებთ ამის გაკეთებას. დიახ. ყავა ხო არ დაგველია? არა, გამოძახებაზე როცა ვარ, მარტო საქმეზე ვარ ორიენტირებული და ხო, მაგრამ ყავას რო დავლევთ, შეიძლება სხვა საქმეც გამოგიჩნდეთ, უფრო სასიამოვნო. ირინა. არა, ხალბატონო, ირინა მადლობა. ვეღარ ვუძლებ დამცხა ირინა. რა ვქნა, გავაღო. არა დავრავ და გააღო. ძლივს 40 წლის ასახში პირველად დამცხა. და გააღე. ფანჯრები გააღე. ფარდებიც გადაწიე. არა, ვერა. რატო? ვერა, გოგო, ისა კაცი გამოჩნდება და. რა, უნდა გამოჩნდეს, უნდა დაინახონ, რომ ამ ოჯახში კაცია. ძალიან კარგი. უცხო კაცი და. ნიშნულობა აქვს, თავარია ხო კაცია. არა. ისე წინა სანტექნიკი ვერ დაგვეხმარა. რატო? აშკარად არ იცოდა ხო თავის საქმე? არა, თავის საქმე იცოდა, უბრალოდ ცოლიანი იყო და ამიტომ არ გამოვიდა. ხო, მართალი ხარ. რას ფიქრობთ? გამოდის. კი, გამოდის ყველაფერი. მეც დაგეხმარები. არა, არ მინდა დახმარება იყო. მარტოც გავაცხო ნებისმიერ საქმეს თავს. ირმა, რა დღეში ხარ? გავხურდი. გამათობლის ქვაბივით გავხურდი. აღარ შემიძლია. გათმობის ქვაბების გაკეთება გინდათ თუ მე მარგაზე არ მუშაობ უბრალოდ რა. არა, გათმობის ქვაბი არა. ირინა მეშინია რომ თერმოსტატივით არ გადავიწვა და არა უფეთქდა. გეშონია. ძალიან. აი. არა უშავს. დაუწერთ ტემპერატურას ხო? დავარეგულირებთ ხო? ისა, თქვენ ზოგადად
მარტო დადიხართ გამოძახებებზე, ანუ არავინ არ მოგყვებათ, მამაკაცი? არა, დამხმარე არ მჭირდება, ნებისმიერ საქმეს თავს მარტო ვართმევ რა. მარტო შეგიძლია. დიახ. აი ეს ძალიან მაგარია, ძალიან მარტო მოკეთებ. უკაცრავად რა გინდა? როგორი ტანი აქვს შეხედე. გოგო ეს ოჯახს დაანგრევს ალბათ. არა, დაანგრევებზე მე არ მუშაობ, არა, ხარ თქვენ? ხო, ეს ძმაკაცი მყავს, პერფერატორი აქვს მაგას და ნებისმიერ ამას დაანგრევს რა ეგა რა. მართლა? ხო, კი. აუ, შეგიძლიათ ნომერი მომცეთ? ამ წუთში გინდათ? არა, ამ წუთში თქვენც მეყოფით, მაგრამ ზოგჯერ ძალიან უნდება ორგანის დანგრევა. და აი მე რო, აი მაგ დროს რო დავუგეკო ხოლმე. მეორე ტელეფონში მაქვს ნომერი და მე მოგცეთ მაშინ რა. აი, მე ვაიმე რა. მიდი კითხე, აბა კეთდება თქო. გოგო, ვერ ვაინტერესებს თუ რა. ვახ, ბიჭო. კეთდება? ხო, ცოტას და გაკეთდება ხალხოტონო, რა ვიცი. მაშინ დაგეხმარებით. არა, არ მინდა იყოს, არ მინდა. არა, რატო დაგეხმარებით? სად დაკეთებთ? ხო, რა ვიცი, ხო ეგრე ძალიან გიდათ, ამეხმარეთ, არ არის პრობლემა. კარგი, დამეხმარები. რას გაკეთებ? რა ხდება ხალხოტონო, ვერ არ გავიგე. ვიცი, გააკეთეთ რა, რა ვიცი. კი, გავაკეთებ. თულად არის რა. რა ვიცი, ისედაც რაღაცა. ვახ. ძიმეთ არის თუ რა? აბა, რა არის გასაკეთებელი? სად აკეთებდით ამ? რამე სპექტაკლია ხალხოტონო, თუ რა ხდება, ვერ გავიგე. არა, უბრალოდ საშინაო ტასაცმელი ჩავიცი რომ დაგეხმაროთ. შემიძლია გავიხადო ისევ და გამოვიცვალო. არ მინდა ხალხოტონო, ეცა კაბარეს მოცეკვავეს გავხად, რა არის? ეს არის საშინაო სადაც ანისამოსი თუ რა. დიახ. არ იყოს, რა გამოიცვალოთ არაფერი რა. კარგით. რა ხალხში მაქვს საქმე. მე როგორც ვამჩნევ, თქვენი მუშაობა ცოტა ძვირად ფასდება, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ხა ანუ თანხა ბევრია გადასახადი? რა თქმა უნდა, გააჩნია ხა რა არის გასაკეთებელი და აი ეს რა ჯდება მაგალითად ეს ყველაფერი? ნუ ესეთი 350 ლარი დაჯდება ალბათ. ხო, იცით რა არის? ჩვენ არ გვაქვს ამდენი თანხის საშუალება და შეიძლება რომ სხვანაირად გადაგიხადოთ თვითონ ამის შეკეთება. არა, ფულს ავიღებ რა ამ ეტაპზე ჯობია რა. ეს გეია? გეი კი არა, მე მგონი შტერია, გამოდი. ეს რა არის? ეს არის პყელტუჩა. სკელტუჩა. არა, ხალბატონო. თვითონ იარაღს ქვია პყელტუჩა. იარაღს? ხო, ანუ იარაღს ქვიდა არ ქვით ესე? ვაიმე რა გარყვნილი. დეგენერატია ხო? პყელტუჩა დავარქვი. აუ, ერთი წუთით შეგიძლიათ გასწორდეთ. რაღაც მინდა გითხრათ. დიახ. იცით, თქვენ ხართ პირველი სანტექნიკოსი ჩემ ცხოვრებაში. ანუ პირველად გაფუჭდა ონკანი, თუ რას მეუნებთ, ვერ მივხვდი. აი მე იდიოტია. თქვენ დაოჯახებული ხართ? დიახ, ორი შვილი მყავს? ჩვენ ხო ბედი არ გვაქვს რა. და ცოლი? ცოლს გაშორებული ვარ. ცოლს აუ, აგაშენა ღმერთმა. აი ეს. მოკლედ, ირინა, ჩემოდანი სად არის? მოკლედ, თქვენს გვერდით მიგულეთ, რაც საჭირო იქნება. აუცილებლად, რაც დაჭირდებათ ბავშვებს, მე აუცილებლად მზადყოფნაში ვიქნები. მე თუ არ მეცლება, ირინა ჩემს ხალბატონო, ერთი წამი, სად მიდიხართ, ვერ გავიგე. თქვენთან სახლში ბავშვებს დედა ჭირდებათ. რა დედა ჭირდება? არ მithქვამს მე, დედა ჭირდება რა ბავშვებს. მნიშვნელობა აქვს თქვენ თვითგვარად? უბრალოდ ბავშვებს დედა ჭირდებათ. მორჩი მიაქვს საქმეს რა. ბავშვებს დედა ჭირდებათ. რა დედა ჭირდება? ვერ გავიგე. დაჩქარო, ვიცი, დაჯექ ცოტა დასტავ. მაგრამ დედის გარეშე ბავშვები ირინა ხო იცით? კარგი რა. მოდი, იცი რა მე რას ვფიქრობ, დადე ერთი წუთით აქ და მაცადე. იცი რას ვფიქრობ, მორჩით ანუ აქ ყველაფერს. ვამთავრებ და თუ დამამთავრებინებთ, კარგი იქნება რა. იცი რას ვფიქრობ, დღეს რო დარჩეთ ჩვენთან, რომ 24 საათი დავაკვირდეთ. არ გაჟონოს. ანუ არ უნდა ხალბატონო დაკვირება, თუ რაღაცა დამირეკეთ და მოვალ ეგრევე, რა თუნდა დარჩენა ახლა. არა, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს, იმიტომ რომ ელექტრიკოსი ყავს გამოძახებული. გავიგე ხალბატონო და თუ რამე დამირეკეთ და მოვალ მეთქი. მეტი რა გავაკეთო ახლა, ხო? რომელ ნომერზე? რამე სხვა შეჭამთ?
არა, არ მშია ქალბატონო. გეხვეწებით, მოურჩები ამ კარგ, საქმეს. მაშინ მოდი რა, მიირთვით რა. იცით, აი როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძელით თავი. ირინა დამეხმარე. არ მინდა ქალბატონო, არა, ყველა როგორ არა. წუხდებით, მართლა გეუნებით, არ მინდა. როგორც საკუთარ საძინებელში. გავიგე, არ მინდა. მოურჩი ქალბატონო, მოურჩი всё ეგ არის რა, წყალი მოვა. აი მე მგონი მიდის. არა, მობძანდით რა, დაბძანდით. როგორც თქვენს ნუ ოჯახში. წუხდებით ქალბატონო, არ მინდა არაფერი. ისეთ და სიყვარულით. გავიგე, არ მინდა ქალბატონო რა, მართლა. ვერ გავიგე? არ მინდა არაფერი მეთქი რა. ფულს ავიღებ და წავალ უბრალოდ რა. ირინა, ანუ ესე უცებ მოხვალთ, ფულს აიღებთ, თქვენ საქმეს გააკეთებთ და წახვათ და მორჩა? რა გინდათ ქალბატონო? იდიოტი ხარ. რა იდიოტი ხარ. რა ხდება? რა ხდება? აი ესე უცებ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ყველაფერი. გავადი, ვინ გონი ვარ თქვენ? მოვედი და შენ რა გინდათ? ვერ გავიგე ხა. მოვედი და ფული უნდა ავიღო, ჩემი საქმე გავაკეთო და წავიდე. რა გინდათ? ვერ გავიგე. მოურჩი ქალბატონო. დაბძანდი რა, ცოტა ხანი არ წახვიდე. დაჯექი? ვა, ხო რაღაც ისე ვისაუბროთ რა სანამ წახვალ. ბავშვის სახელი მოიფიქრე. რა უნდა ქალბატონო? რა ბავშვის სახელი მოვიფიქრო? ვერ რა გავიგე. უნდა მართლა? რა ბავშვის სახელი მოვიფიქრო ქალბატონო? სახელი. ხო და რა სახელი, რა თმინდა ბავშვის სახელი კაცო? რა ხდება ქალბატონო? თქვენ მაინც მითხრა. მე გოჩა მინდა. კაი სახელია. მე ხა წავალ აქედან. აი ერთი წუთით. რა ერთი წუთით ქალბატონო, ეხლა რა ბავშვის სახელი? არა, რა. ვონკანის გამო გასაკეთებლად გამომიჯახდა ბავშვის გაკეთებინა თუ რა ხდება? თავი დამანებეთ. დაჩუნდი. მოდი ერთი წუთით რა, სახელზე აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. რაც გინდა ის დაარქვი, კაი? ოღონდ ბავშვი აუცილებლად ძალიან კარგ კერძო სკოლაში უნდა შევიყვანოთ. არა, თავიდან შეიძლება საჯაროში. არა, იცი თავიდანვე ჯობია ბავშვს რაღაცა საფუძველი კონდეს დაწყებითებში. ხომ კაი, მაგას გადავწყვეთ ერთ. მოდი თავიდანვე ბავშვს მამა რო არ ყავდეს ჯობია. ვაიმე, არ კარგად იყავით რა. თავი დამანებეთ. არა! მე რა შენი. მე რამდენეთ? რა ვქნათ ახლა? გაიქცა ესეც. შენ გააქციე რა, ბავშვის სახელი, რა ბავშვის სახელი. ეხლა რა ვქნათ? მოდი მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. ეხლა გქონდეს ეზო? ეზო? ხო, ეზო. ეზო რა თქვინდა დაო? ეზოში დიდი ბაღი გვექნებოდა. აი მე ძალიან კაია, მაგრამ მე გამოვიძახებდი მე ბაღეს. აბა ამ ერთ სანტექნიკოს ვერ ვიყოფთ და რა ვქნათ? ხო. თან მე ბაღეზე ისეთი კარგი 10 წუთიანი ფილმები მაქვს, ნანახი. Even მეც. აი ბაღი არა გვაქვს. ეხლა რა ვქნათ? კი, მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. მოდი, საჭმელი გამოვიძახოთ და კურიერს დაველოდოთ. არ მინდა. რატო და? სულ ინდუსებს მოაქვთ. ხო, მაგრამ მოდი ამ ერთხელაც ვცადოთ და კარგი გამოიძახე. ოღონდ ფოტოზე თუ არ მოგეწონა გააუქმე. ხო, რა და თუ არ მოგვეწონება ეს კურიერი, აი შაურმა მაინც შეგრჩება. ტიტანიკი მინდა ბევრი ხახვით და მეორით. ვიძახებ მე ყველაფრით ორმაგი. დათვართ ხო? დიახ. მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გადაწყდა რომ ამ ორი უბუმბერაზესი უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტების გპ-ის და თესაუს გაერთიანება. რა ხდება ხალხო ეს რაც გვიშება? საშინელება. წარმოუდგენელი რამ. ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თავრობის მოტრფიალე ლექტორები და მუდამ წითელი ინტელიგენცია გვინდა ყველას ერთად გვინდა ერთი განცხადება გავაკეთოთ. დიახ. მე ძალიან გაკვირვებული ვარ მთავრობის ზოგიერთი წევრისგან, მაგალითად, რომლებიც ამბობენ გპ-ი თორე ეგეც არ მყავდეს ჰარვარდიო. ვაი ბიზია! დიახ, არ არის ჰარვარდი, მაგრამ თავის საქმეს გპ-ი აკეთებდა ყოველთვის. ჰარვარდზე უკეთესად. დიახაც, ჩემი თუ არ გჯერათ, გაიხედეთ ელიავაზე. უმეტესობა გპ-ის ყოფილი კურსდამთავრებულები არიან. დიახაც, 1-2 თუ გამოერევა რომელიმე ისეთი, რა ჰარვარდელი. რომელიმე.
დააფასეთ გეპეი. აბა! მეგობრებო, ჩვენ გეპეელები ვქნით უნიკალურ პროდუქტს, უნიკალურს, მრავალფუნქციურ რობოტ ადამიანებს. დიახ. თან წლები ამას ვაკეთებთ. და ჩინელებმა ახლა დაიწყეს ამის კეთება. დიახაც? ტაში, გასაჭირო ტაში. აი, მოიფიქრა გეპეელმა. ამაშია საქმე. მე მაინტერესებს რატო მოხდა ეს ყველაფერი? რატო მოხდა? ჩვენ თუ არაფერს ვაკეთებდით, არც არაფერს ვაშავებდით. ასე არ არის? რა თქმა უნდა. კი ბატონო. ერთადერთი რასაც ვაშავებდით, არჩევნებზე შავი მარკერით იყო ციფრი 41-ის გაშავება. ვაშავებდით. ხო, ვაშავებდით. მაგრამ როგორ ჩანს, სუდად ვაშავებდით. ბოლომდე არ უსვამდით, კარგად ხას, ბოლომდე უნდა გაგვეშავებინა. დიახ, ამაშია საქმე. ახუეტაშია. ბატონო ვასილ, თუ შეიძლება მე გავაკეთებ ერთ განცხადებას. კი ბატონო. ესო დაიკავოთ კი როლი. ბატონო. თუ გეპეი შეუერთდება TCU-ს, დაიკარგება შემდეგი პროფესიები. ატმორის ხელოსანი, ბეზონასოსის დიაგნოსტიკი, უარგისი კაბელების გამოწვის სპეციალისტი, კარების სახელურების უსაფრთხოების ხელმძღვანელი, მელანქაცლივი პასტების წინიდან დაორთქლის სპეციალისტი, ჩაჭრილი რადიატორების აღდგენი და კიდევ სხვა მრავალი სპეციალობა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ჩემი ქვეყნის განვითარებაში, მეგობრებო. ნამდვილად. აში, აქ საჭიროაში. მადლობა რომ სიტყვით გამოსვლის უფლება. არაფრის, სხვათა შორის ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გეპეის წითელი ინტელიგენცია მოვითხოვთ, რომ არ გაერთიანდეს ეს ორი უნივერსიტეტი. თხოვნით მოგმართავთ ყველას. მე მინდა იმ ხალხს მიმართო, ვის წარმოდგენაშიც კი არ აქვს რამხელა, ესე იგი საქმეს აკეთებდა გეპეის ატმორები. რასამ? აბა, უდიდეს. ჩვენ რომ ეს ატმორები არ გამოგვეგონებინა, მთელი 90-იანი წლები ქართველი ერი ივლიდან დაბინძურებული. დაუბანლები ბატონო. აბარა! კი ბატონო. აბარა, ხედრიონის პლანჭებს გამოგვლიეთ ეს ხალხი და გავახატხათეთ გეპეის ატმორით. მართალია. ასე არ არის? ასია. ამიტომ ძირფასო მეგობრებო, სხვა თუ არაფერი, გეპეის ატმორი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შესაყვანია. ხო არის ნამდვილად. ძირფასო მეგობრებო, ცოტა დავწყნარდები და ისე ვიტყვი ამას. დიახ. ნუ ღელავთ რა. თქვენ გესმით რამხელა ფაკულტეტს აუქმებთ? ხალხს ქართული მეცნიერული მიღწევების გარეშე ტოვებთ. ჯერ მარტო რამხელა მსხვერპლი გავიღეთ. აი მაგალითად, ეს ადამიანი თქვი რამე? იცოდით რატო ვერ ლაპარაკობს? რატო ვერ ლაპარაკობთ? იცით? არ იცით. იმიტომ რომ როცა გეპეის ატმორზე მუშაობდით, ამ ადამიანზე ვაკეთებდით ტესტებს. ასე რომ ძირფასო რომ შევაჯავოთ ამ ადამიანის დამსახურება, ამ ადამიანის ორგანიზმში გაიარა მინიმუმ 70,000 ვოლტმა. კი ბატონო. აი ამაშია საქმე. დიახაც, ამაში. ამომწურავად გაქვს პასუხი. ანუ რა თქვა? ანუ ადამიანი ამბობს გასაგებენაზე, რომ გუთხარიო, რომ ნუ იზავთ ამასო, ნუ გეშინიათო, ასე არ დავტოვებ ამ საქმესო. აბა რა. ასე არ არისო? კი ბატონო. დიახაც, ჩვენ არ გვინდა არავისთან შეერთება. არავისთან. TCU-ს თვითომებს. რა არის TCU? TCU, ეგეც არ მყავდეს ახლა, STU. აბა რა, გეთანხმებით ბატონო ვასილ, გეთანხმებით. არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ მე ბატონო ვასილ და თუ გინდა რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს, ეს მთავრობა უნდა გადადგეს. თუ გვინდა რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ. ბიჭო, შენ ნორმალური თუ რა უნდა გადადგეს? შტერი ხო არ ხარ? მე გეუბნებით რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, თუ გინდა რამე უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს ზოგადად და მე გამაჩუმებ, სხვა ამოიღებს ხმას და იმ სხვას ვერ გააჩუმებ და იმასაც გააჩუმებს, კიდე სხვა ამოიღებს ხმა და არ გაჩერდება ეს ხალხის ყიჟინა. აი, ვინ მოვდის სხვა? კაი, ესენი წამდეთ მიმოვა, სხვა უკეთეს ვინ მოვა? ვინ უნდა მოვიდეს? ვერსია გააქვს?
გაჩუმდი ამიტომ რო არ იცი. ამაშია ძირფასო მეგობრებო საქმე. დიახ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ძირფასო მეგობრებო, ხელისუფლებაო, იცოდეთ, გაფრთხილებთ ჩვენ გპ-ის წინთელი ინტელიგენცია, რომელიც ყოველთვის მთავრობის მხარეს ვიყავით, ხო ასეა? კი ბატონო. ხო ასეა? კი ბატონო. გაფრთხილებთ თუ არ შეისმეთ ჩვენს ასე ვთქვათ, მოთხოვნებს და არ დააკმაყოფილებთ ჩვენს ასე ვთქვათ, ბისტრაფებებს. იცი რას ვიზავთ? პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავ. მე პირადად მე გადავინაცვლებ ხანგრძლივი და უმკაცრესი გაბუტვის რეჟიმში. გაიბუტეთ, ყველა გაიბუტეთ. ხმას არ გაგცემთ. და თუ მაინც არ შეისმენთ ჩვენს მოთხოვნებს, კატეგორიულად გავთხილებთ. უარეს პროტესტში გადავა ეს ყველაფერი. კი არ გავიბუდებით, გავიბუსხებით. ეს ტელეფონი მიდაგავს. დიახ. აი ძირფასო მეგობრებო, გამოიღო თუ არა შედეგი ჩვენმა მოთხოვნამ. რაო. არ გაერთიანდებითო. არაო? აბარა, აი გაბუსხავ თუ არ გამოიღო შედეგი. რა მაგარია. აბაშია საქმე ძირფასო მეგობრებო. გაუმარჯოს ტესეუს. ტესეუ. გავიმარჯვეთ. გილოცავთ. უჰა! იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.